მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებ საზოგადოებას. მე მინდა დღეს რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი. ჩვენ მთავრობის დღესასწაულში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. აქედან რამდენიმე მინდა გამოვყო და ამის თაობაზე მინდა ვაცნო საზოგადოებას. მანამდე ერთგვარი მიმოხილვა მინდა გავაკეთო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის. მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. ასევე მინდა ვთქვა, რომ ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენ ინფლაციას უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირება, დასაწევად საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს თვეში. რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი მიღწევა უნდა ითქვას. მაშინ როცა გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, მთელს განვითარებულ სამყაროში, მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები. ეს ერთ საკითხი, რაც მინდა გავამეყო. მეორე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაღალი აქტივობა არის ზოგადად ბიზნეს სექტორში. აი მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მილიარდი ლარი და ორი კვარტალში ჯამურად 92 მილიარდ ლარს გადასცა მთელი ბიზნეს სექტორის ბრუნვა. რაც რა თქმა უნდა ძალიან მისამნებელია, იმიტომ რომ ჩანს, რომ ბიზნესი მოყვება, არის უფრო მეტი ასე ვთქვათ თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ჩვენ ყველაფერი რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ, უფრო მაღალი ტემპები უნდა გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ ზრდა. ასევე მინდა ვთქვა შემდეგი, რაც შეეხება სამუშაო ადგილებს. აი მაგალითად გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42,000 და შეადგინა უკვე 729,000, რაც რა თქმა უნდა ძალიან მისამნებელია. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ზოგადად უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული, სიღარიბის დონეც არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული და ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. 5.5 მილიარდი დოლარი არის ქვეყნის ეროვნული რეზერვები. ეს ნიშნავს იმას, მეგობრებო, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და მას სჭირდება შენარჩუნება. ეს რა თქმა უნდა შემთხვევით არ მომხდარა, ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ამ ტემპებს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ასევე მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ინფლაციის დონეს, როგორც მოგახსენებთ 0.9%, 19% არის ინფლაცია და ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნური მაჩვენებელს 3%-ს ქვემოთ ნაჩვენდება ინფლაციის დონე. ფასები, როგორც არის მაგალითად საწვავი, მედიკამენტები, სურსათის ფართოდ მოხმარებადი პროდუქტები, არის ამ პროდუქტებზე დაკლებული ფასები, ამას ჩვენ რეგულარულად შევამოწმებთ. მე რამდენიმე დღეს მქონდა საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, მასაც მიმართეთ ხოვნით, რომ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ შეამოწმოს თუ რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს ამ ზოგადად მარჟების დაცება ძირითადად მოხმარებად პროდუქტებზე. ასე რომ ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ კოორდინებულ მოქმედებას ეროვნულ ბანკთან ერთად და რაც შეეხება სხვა საკითხებს, მინდა ასევე აღნიშნო რამდენიმე ძირითადი საკითხი. პირველი მინდა გამოვყო რთველი და რთველის მიმდინარეობა. მოგესალმებით, რომ ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ ჯერ კიდევ, მაშინ განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით და ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. ახლა ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ძლიერი სიტყვა მოვიდა კახეთში და ეს სიტყვა ვენახები ხალხთან გამზდებული ქონდა ყურძენის ჩასაბარებლად და სამწუხაროდ ეს სიტყვა მოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არც 1 კილოგრამი დაზიანებული იქნება დასეტყული თუ ჩვეულებრივი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყულ ყურძენს. ეს მინდა მკაფიოდ მეთქვა. ასევე რამდენიმე ასე ვთქვათ კონკრეტული შედეგი მინდა შევახსენო საზოგადოებას და მათ შორის ჩვენს კრიტიკოსებს მინდა შევახსენო, თუ სად ვიყავით 10 წლის წინ ზოგადად ამ სექტორში რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო. ესე იგი მოგესალმებით, მაშინ ქვეყანაში 40-მდე კომპანია არსებობდა. სულ რაღაც 40 კომპანია, მეღვინეობის კომპანია. დღეს არის 2500 კომპანია, მეგობრებო. ასევე გეტყვით, რომ ვენახების ფართობები ძალიანად შეადგენდა 25-ს დაახლოებით. ბოლო 10 წელიწადში გაორმაგდა ვენახების ფართობები. 50,000 ჰექტარი ვენახი არის გაშენებული. ჯამურად, ვისკობ ქვეყანაში ძალიანად. ასევე მინდა ვთქვა, რომ
შარშან მაგალითისთვის გეტყვით რომ 270 მილიონი ლარი მიიღო კახეთმა შემოსავლის სახით. მხოლოდ აი მევენახეებმა და იმ ადამიანებმა რომლებიც ჩართული არიან ამ სფეროში. 270 მილიონი ლარი. შედარებისთვის თუ ამას ავიღებთ, რა ხდებოდა 2012 წელს მაგალითად. მაშინ შემოსავალი იყო 35-40 მილიონი ლარი მაქსიმუმ. ჯამში 10 წელიწადში 2 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს შემოსავლის სახით კახეთმა. კახეთის მევენახეებმა და ფერმერებმა. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი სხვაობაა. ასევე მინდა კიდევ ერთი მონაცემი შეგახსენოთ. ჩვენ თუ ამას შევადარებთ მაგალითად ჯამურად მიგეთ 2 მილიარდი, რაც ჩვენ პერიოდში მოხდა, რაც მიიღეს ჩვენმა მევენახეებმა კახეთში და მანამდე წინა ხელისუფლების დროს შეიძლება ჯამურად 200 მილიონ ლარზე მეტი არ ყოფილიყო 10 წელიწადში მათი მმართველობის დროს შემოსავალი. რაც რა თქმა უნდა ჩანს რომ ეს 10 ჯერ მეტი სხვაობა არის ჩვენ დროს და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილი გააზრებული ასე თქვათ პოლიტიკა, დახმარებები, სუბსიდია, უამრავი პროგრამები რომელიც მუშაობს დღემდე. ასევე მინდა მაგალითად შევახსენო ჩვენს საზოგადოებას რომ აუცილებელი არის კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ჩვენს მევენახეებს. აუცილებელი არის აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ შარშან ქონდა 50%-იანი თანადაფინანსება. ჩვენ ეს გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი. ასევე კიდევ ერთ მონაცემს მოგახსენებთ. შარშან რეკორდული რაოდენობის ღვინო გაიყიდა. 103 ლიტრი ღვინო გაიყიდა შარშან. 103 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა შარშან. აქედან ასეულობით $1 მილიონი შემოსავალი შემოდის ქვეყანაში. და ჩვენს მოქალაქეებს რა თქმა უნდა ეძლევათ საშუალება მეტი განვითარების, მეტი გამდიდრების და ამ შემდეგ. ასევე შედარებისთვის მინდა აღვნიშნო 10 წლის წინ დაახლოებით 20 მილიონი ლიტრი იყიდებოდა დაახლოებით. ასე არ არის? 20-30 მილიონი ლიტრი. აი ეს არის რეალობა, რომელზეც რა თქმა უნდა მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ, გავაძლიერებთ, კიდევ უფრო მეტ დახმარებას გამოვაყობთ ჩვენს მევენახეებს, ფერმერებს და ეს მინდოდა მეთქვა კიდევ ერთხელ ჩვენი მევენახეების რომ სანერვიულ არაფერი არ აქვს მათ, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს. ეს რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეს მეორე საკითხი, რაც შეეხება მთავრობის საკითხებს, მინდა გითხრათ, რომ ასევე ტურიზმზე მინდა აღვნიშნო და მოკლე სიტყვით აქედან გადავიდე რამდენიმე სიტყვით გითხრათ, რომ ტურიზმი აქტიურად ვითარდება, ჩვენ შარშან ქონდა 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლები, წელს კიდევ უფრო მეც ველოდებით დაახლოებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ქვეყანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილი არის და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე არის მიახლოებული მზარდთანაკადი ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა არის გაზრდილი, ყველა მიმართულებით 10 რეისები არის დამატებული. ქუთაისის აეროპორტში ჩვენ ქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ განწყობილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3.5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, ხო ასეა? მალე მიახსოვს მილიონ მგზავრს. ამიტომ სჭირდება ქუთაისის შესაბამისი ყურადღების მიქცევა. და მეორე საკითხი, ესე ამ პროექტებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. და ბოლოს მინდა კიდევ ერთ საკითხი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ და დავამტკიცებთ, ეს არის თელავის აეროპორტი. თელავში მოიხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი. შეიქმნას ახალი თელავის აეროპორტი. ჩვენ პროექტირებამ მშენებლობას წელს ვერ დავიწყებთ და გვინდა რომ პირველი მგზავრი მიიღოს უკვე აეროპორტმა 24 წლის მაის-ივნისში დაახლოებით, ძალიან მალე დასრულდება. პროექტის გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი, 25-30 მილიონი ლარი დაждდება ეს პროექტი. ეხლა მთავარი იდეა რაში მდგომარეობს, რომ ესე იგი ჩვენ სრულად განვაახლებთ 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგო ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები, თანამედროვე აეროპორტი იქნება თელავს.
ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მმართველობით, მესტია, ამროალის მმართველობით, ქუთაისის მმართველობით. აუცილებელი არის შიდა რეისების განვითარება, შიდა ავიაციის განვითარება. მიზნით ჩვენ მთავრობას გამოყოფილი გვაქვს რამდენიმე წელია უკვე ხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამ მმართველობას. და ჯამში ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი. თელავში აეროპორტი კიდევ უფრო დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება და უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება. აი საკითხები მინდოდა მეთქვა, ჩვენ იმის გამო რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირებაც, მეტი შემოსავლებით დაუგროვდა ქვეყანას, ამის თავის მოგვიანებით ჩვენ პარლამენტს მიმართავთ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით, ასევე ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ ბიუჯეტზე 24 წლის ბიუჯეტზე, გვექნება საინტერესო ინიციატივებიც, ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი, მსხვილი პროექტების დაწყება არის დაგეგმილი, როგორც არის ანაკლიის პროექტი, ანაკლიის სპორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა დავიწყოთ, დიდი პროექტების ჰესების მშენებლობა გვინდა რომ ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ, როგორც არის ხუდონი, ასევე ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე ჩვენ გავედით ბოლოში და უკვე მემორანდუმი გაფორმებულია. ჩვენ ველოდებით რომ წლის ბოლოს მაქსიმუმ 24-ში განახდება სამუშაოები ადგილზე. ასე რომ ეს არის ჩვენი გეგმა. მეგობრებო, ეს ამას ჭირდება შენარჩუნება, მშვიდობის, სტაბილურობის, რასაც მოაქვს მეტი კეთილდღეობა. ეხლა რაც შეეხება ბოლოს საკითხს, მინდოდა რამდენიმე სიტყვით მეც გამეკეთებინა კომენტარი ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ მან სამწუხაროდ, უნდა ითქვას სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაზრდილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. მოგესალმებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას, საშინაო პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. და თუ პრეზიდენტს, ასე თქვას, მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას პრეზიდენტს რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს და განახორციელოს. მე ერთი თვის წინ დაახლოებით გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა ჩემი არგუმენტაცია, ჩვენი არგუმენტაცია, მთავრობის არგუმენტი კიდევ ერთხელ მოვიყვანო. თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის საწესებული მეგობრებს 12 რეკომენდაციას და ასევე მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან. ამის შემდეგ ამას ადამიანი რომ მოისმენს, არა მხოლოდ მთავრობის მეთაური და მინისტრები და პარლამენტის წევრები და მმართველი გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს და რა თქმა უნდა ჩვენ არ ქონდა არავითარი мотиваცია, რომელსაც ვიტყოდი არა გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არგოს კანონს დემონსტრაციულად ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითს მიცემი ზოგადად, როგორც მთავარი კანონის დამცველები, არამედ ზოგადად მთლიანად კანონის დამცველები ჩვენ უნდა ვიყოთ და ჩვენ მივიცეთ მაგალითის ხვებს. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული. აქვე მინდა ჩვენ საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო. თუ გახსენდებათ რომელიმეს, მას შემდეგ რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, ვინმეს შეშფოთება, ვინმეს აღშფოთება, ვინმეს კრიტიკა, რაიმე პროტესტი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის არის მეგობრებო ძალიან მარტივად ასახსნელი ფარისეულობა, ეს არის ტყუილი, ეს არის დამამცირებელი და შეურაცხყოფელი ჩვენი ხალხისთვის. აი ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ხალხისთვის და ასეთი ვაჭრობა და ასეთი შანტაჟი ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება. და ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ჩვენი სწორი გონივრული პოლიტიკით
თავიდან ავირიდეთ დიახაც. მეორე ფრონტი ომი, უბედურება და ნგრევა. ვასრულებ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელის, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩვენ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ზოგადად ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს მაგალითად გეტყვით, რომ ერთ საათში გვექნება ჩვენი ევროინტეგრაციის უწყებაჩულისი კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, მოვისმენთ კიდევ ერთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ზოგადად ეს პროცესი ევროინტეგრაციის. ასე რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე და ბოლოს მინდა შევახსენო, რომ არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად ქართული ოცნების დამსახურება. ავსტრიებში შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. ახლა მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისი მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი. აი ეს მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა. უსმენდით პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის